მოგესალმებით პატივსამოლო რადიო მსმენელებო, მივესალმებით ჩვენ ტელემაყურებლებს. დღეს ხუთშაბათია, 7:30-ია და ვიწყებთ ჩემს ავტორო გადაცემას განათლების რეფორმის კვალდაკვალ და ვაგრძელებ ისევ გადაცემათა ციკლს სტუდენტთა გაფიცვები და მოკლედ ხელისუფლების უმოქმედობა და აბსოლუტური ქაოსია განათლებისა და მეცნიერების სისტემაში. წინა გადაცემაში როგორც იმის წინა ვერ მოვჩი, ვერ დავამთავრე ეს გლობალური საკითხი, იმიტომ რომ ყოველ დღე ვითარდება პროცესები, მართალია ხელისუფლება აცხადებს განსაკუთრებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომ თითქოს არავინ და არაფერი არ არის გაფიცული, სიმშვიდეა სკოლებში, სიმშვიდეა უნივერსიტეტებში, მაგრამ ეს ასე არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღიურად ხედავთ თვითონ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ასე ვთქვათ შექმნილ კრიტიკულ სიტუაციას, იქ იმართება სხვადასხვა აქციები, ხან სტუდენტების, ხან პროფესორ-მასწავლებლების გუშინ და იმის წინ და წინა კვირაშიც იმართებოდა მასწავლებელთა აქციები, გუშინაც დღეს მშობელთა აქცია გაიმართა და მე მაინტერესებს რატომ არ გამოდის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან ვინმე და რატომ არ იწყებს საუბარს და რატომ არ ეხმიანება ამ ხალხს. ამაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებ გადაცემის შემდეგ ნაწილში და არის აი ეს გაუთავებელი, ასე ვთქვათ, ბრალდებები. მე არ მინდა რომ საზოგადოება იყოს დაყოფილი თუ გინდ ორ ნაწილად, რომ არის გაუთავებელი შეურაცხყოფები, რომ რუსოს ძახილი, რუსეთი ეს ის საწავიდეთ ევროპისკენ თუ რუსეთისკენ. მოусმინოთ მოძღვარს და რა თქმა უნდა მე ეს ორი თვის წინ თქვი ერთ-ერთ ტელეკომპანიის პირდაპირ ღია ეთერში, რომ ღვთისკენ უნდა წავიდეთ და ღვთის მცნებებით უნდა ვიცხოვროთ და ღვთის მცნებების დარღვევას თუ ვინმე გვკარნახობს და გვაიძულებს, ჩვენ იქ იმ ხარეს არ უნდა წავიდეთ და თუ ჩვენ გვექნება სრული თავისუფლება და დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, იმ შემთხვევაში უნდა წავიდეთ როგორი გზაც არ უნდა იყოს. მოусმინოთ მოძღვარს, თუ შეიძლება გაუშვით ის პირი. აღარ ვსაი წავიდეთ. აბა, წავიდეთ ევროპისკენ. ზოგი ძახის წავიდეთ რუსეთისკენ. ზოგი ძახის წავიდეთ კაცო, ღმერთისკენ უნდა წახვიდე. თუ მიდიხარ სადღაც და გეუბნება რომ ქრისტე უარყავი, კაცმა კაცი ცოლად მოიყვანოს და მოდი. შეხონა მიხვდა რაღაც არა ჯანსაღია. როგორ შეიძლება არჩევანი ერისა იყოს პოლიტიკურ სიტყეში? იქ თუ სხვაგან. არჩევანი უნდა იყოს ერი ვერტიკალში, ღმერთი თუ უღმერთობა, ვერ ხვდებით ამას? ქართველი კაცი ესე ცხოვრობდა ადრე? ჩვენი ისტორია ამას გვასწავლის? აი იმაზე რაზეც მე ვსაუბრობდი, ასეთია, ეს არის სრული ჭეშმარიტება, რასაც მამა თეოდორე ამბობს და ჩვენ უნდა გავყვეთ ღვთის გზას. აქამდე ქართველი ერი დადიოდა ღვთის გზაზე და რომ უკვირს თელ მსოფლიოს თუ რატომ არის ასეთი მარადიული და ასეთი გამარჯვებული ეს ქართველი ერი, იმიტომ ვართ რომ ჩვენ ყოველთვის ქრისტიანობა და ჩვენი კულტურა, ჩვენი განათლება, ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი ქმედებები, ჩვენი ისტორია, ჩვენი მეფეების მოღვაწეობა თუ თითოეული საზოგადო მოღვაწის მოღვაწეობა და საქმიანობა დაკავშირებული იყო ღვთის გზასთან. ჩვენ მიუყვებოდით ღვთის გზას. ახლაც არის საქართველოში ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს საქართველოს ეკლესიას, მის ხელმძღვანელს პატრიარქს და მე ვერ ვიტყვი რომ საქართველოს ღვთის გზიდან გადაუხვია, მაგრამ ახლა არის ძალიან ძლიერი რყევა. ამიტომ დავდგეთ ჩვენ ისევ ასე ვთქვათ მტკიცეთ ღვთის გზაზე და გავყვეთ ამ
გზას. ჩვენ ღმერთისკენ უნდა წავიდეთ, სხვა გზა არ არსებობს. მამა თეოდორეს დავესესხები, როდესაც გაიძულებს, ეს იქნება ევროკავშირი თუ სხვა კავშირი, რომ პირდაპირ აცხადებენ ამას, ყოველდღე ვისმენთ ამ განცხადებებს. ასე თქვათ, ევროკავშირის მიმართულებიდან, რომ შეცვალეთ ეს LGBT-ს კანონი ოჯახური სიწმინდის დაცვის შესახებ და გამჭვირვალობის შესახებ და პრობლემა არ იქნება გავხსნით ასე ვთქვათ კონსულტაციებს. ჩვენი ხელისუფლება პასუხობს რომ ამას ვერ გავაკეთებთ. დიახ, ამას ვერ გააკეთებს ხელისუფლება. ამ განსაკუთრებით ოჯახის სიწმინდის შესახებ კანონს კაცი კაცია და ქალი ქალია ამას ვერ უარყოფს ხელისუფლება, იმიტომ რომ თუ ამ კანონს გაიწვევს უკან მან ხელისუფლებაც უნდა დატოვოს და საერთოდ ეს არ არის ქრისტიანული გზა. ამიტომ რა გავაკეთოთ და პირველ რიგში მე მესამე გადაცემა ამ ციკლს ვუძღვები და კონკრეტულად მივმართე განათლების სამინისტროს, განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს და მივმართე ასევე მმართველ პარტიას და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. ცალკე გამოვყავი პრემიერ-მინისტრი. ბატონო პრემიერ-მინისტრო, როდის დაიწყება თქვენს მიერ შეპირებული არჩევნებამდე და შემდეგ არჩევნების შემდეგ, აგერ 10 დღის წინ თქვენ გამობრძანდით და თქვით, რომ არანაირი დათმობა და კოჰაბიტაციას აღარ ექნება ადგილი. როდის დაიწყება ეს ცვლილებები განათლებისა და მეცნიერების სისტემაში? თუ განათლება და მეცნიერების სისტემა ასე ვთქვათ არ მართა ქართულმა მთავრობამ და ქართულმა მთავრობამ და კონკრეტულად ვინც ბრძანდებით ახლა ხელისუფლებაში, თუ თქვენ არ დაიწყეთ ამ სისტემის მართვა, აუცილებლად ბოლოს და ბოლოს ვერ შეძლებთ ხელისუფლების შენარჩუნებას. იმიტომ რომ არ ვიცი, გაქვთ თუ არა წარმოდგენილი, როგორი მასობრივი, ასე ვთქვათ, პროვოკაციების საფუძველზე დაიწყება მართლაც ისეთი არასტაბილური სიტუაცია ამ განათლების სისტემის, ასე ვთქვათ, უმართავობის გამო. სად არის ახლად დანიშნული მინისტრი და მინისტრის 6 მოადგილე? სად არის და რას აკეთებენ? მე ეხლა დღეს რომ ვამზადებდი ამ გადაცემას, შევედი ოფიციალურ გვერდზე განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე. ტელეკომპანია იმედმა მიიწვია 4 დეკემბერს და იმის შემდეგ უკვე 21 დღე იწურება ამ სტუდენტთა გაფიცვების, აურზაურის, ქაოსის, თუ სკოლებში, თუ უმაღლეს სასწავლებლებში და არაფერი, ესე იგი, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ერთი განცხადება არ გაუკეთებია, არც გამოჩენილან, თუ არ ჩავთვლით ერთ-ერთ ტელეკომპანიის ეთერში, დაუშვათ ერთ-ერთი მინისტრის მოადგილის გამოსვლას, ისიც იმ ნიადაგზე, რომ ხარისხის მართვის საკითხებთან დაკავშირებით წამოგეწიათ კიდევ ის საკითხი და კიდევ მიეცა საშუალება ოპოზიციას სრულიად ობიექტურად ამ შემთხვევაში თქვენ გაგაკრიტიკონ. რატომ? იმიტომ რომ კიდევ სვამ კითხვას, რას აუცილებლობას წარმოადგენდა, ჯერ ერთი რა აუცილებლობას წარმოადგენს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში იყოს ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრი, საერთოდ არ უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში. და მით უმეტეს, თუ დემოკრატიულ და გამჭვირვალე სახელმწიფოზე გვაქვს ის განათლების სამინისტროს არაფერი არ ესაქმება, არანაირ დაქვემდებარების ქვეშ არ უნდა იყოს. და თქვენ კიდე რა გააკეთეთ წლების განმავლობაში, ქალბატონი მინისტრის მოადგილე, ცენტრის დირექტორი გადაიყვანეთ მინისტრის მოადგილე და მინისტრის მოადგილე და ცენტრის დირექტორობა შეუთავსეთ ქალბატონ თამარ მახარაშვილს. რატომ? რა აუცილებლობას წარმოადგენდა? უპასუხეთ ამას. არ შეიძლება ყველაფერზე რომ თავი აარიდოთ, თქვენ როგორ გინდათ საქმე გამოასწოროთ. არავინ არაფერზე არ გინდათ პასუხი აგოთ და რაღაც ძმაკაცობა, ჩაწყობა, ნეპოტიზმი, მეგობრობა, ნათელმირონობა, ესე გინდათ აქამდე ასე იყავით. იმიტომ რომ იყო გამეფებული სრული კოჰაბიტაცია. ეხლა როგორ?
არის კრიტიკული მომენტი, არავინ არაფერს არ გაპატიებთ, ამიტომ საჭიროა დადგეს თქვენ რიგებშიც პასუხისმგებლობა, ვინც პასუხი უნდა აგოს და ასევე მოუარეთ სისტემას. რა ხდება? მე ვთქვი, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტროს მინისტრმა და მინისტრის მოადგილეებმა, ვინაიდან ესენი არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები, უნდა წარმართოთ მთლიანად ეს არის პოლიტიკური ბრძოლა, რაც არის გადატანილი უნივერსიტეტებში და სკოლებში. მე მაქვს მეორე ფაკულტეტი დამთავრებული პოლიტიკური განათლება მაქვს მიღებული და მე ასეთი რამ სოფლიო ისტორიაში არ გამიგია, რომ ბავშვებმა მასწავლებლებმა და სტუდენტებმა გინდათ რომ გააკეთეს რევოლუცია და იქემ დგომ პოლიტიკურ ძალებს ვეუბნები ღმერთმა და ამიფაროს მე არავისთვის არასდროს შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, არც ახლა არ ვაპირებ, მაგრამ პატივცემულო ლიდერებო, რა გინდათ თქვენ ახალგაზრდობა აიფარეთ და თქვენ არ ჩანხართ, თქვენ ხართ დამალულები და აკეთებთ იმას, რომ ამ ბავშვების წამების ტანჯვის დროის ფუჭად გაცდენის სასწავლო პროცესისგან მოწყვეტის გინდათ თქვენ რომ გააკეთოთ საქმე? ეს გინდათ თქვენ? და კარგით, ახლა მე კითხვა მაქვს, ისევ უნდა დაუბრუნდე, რაც უნდა ოპოზიციას, ეს გასაგებია, მაგრამ რატომ არიან მოკალათებული, მე ვეკითხები პრემიერ-მინისტრს და ვეკითხები მართველ ელიტას, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რატომ ყავთ ასეთი უსუსური კადრები განათლების და მეცნიერების სამინისტროში, ჯერ ერთი უმეტესობა არის ასე ვთქვათ, მოღალატე, გადამდგარია ხელისუფლებისგან, გამიჯნულები არიან და რატომ არ იწყებთ ამ ხალხის გათავისუფლებას? ჯერ ერთი თვითონ უნდა გააკეთეს განცხადება და თვითონ უნდა დატოვონ სამსახურები, რადგანაც ემიჯნებიან ჯერჯერობით, სანამ ეს ხელისუფლებაა, ხომ? ყველანაირი ლოგიკით ასე უნდა მოექცნენ. რას ნიშნავს საჯარო მუშაკი ემიჯნება? ემიჯნება პრემიერის განცხადებას, ემიჯნება მთავრობის პოლიტიკას. მაშინ წადი და თუ არ მიდიან და ურევენ ყველაფერს, ეს ხომ ცხადია, პოლიტიკა იცით ალბათ და პოლიტიკას აქვს თავისი ანბანი და რთული საკითხები. როგორ შეიძლება სკოლები გაფიცულიყო, ანის ნაწილობრივ ხო ამბობთ, რომ არ გაფიცულა და რაღაც ნაწილი იყო, ამბობთ, რომ უნივერსიტეტები არ გაფიცულა, მაგრამ რაღაცა ნაწილი იფიცება, თუ არ იქნება ხელისუფლებაში საყრდენი და ეს საყრდენი პირდაპირ ვაჩვენებ ამ მისამართს, რომ არის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო, ისე არც ერთ სკოლაში ის გაფიცვის ინციდენტები, არც ერთ უნივერსიტეტში ის რაც ხდება ვერ იქნება, განათლების სამინისტროდან იმართება ეს პროცესები. მოდით დამიჯერეთ, არაერთხელ გამიწევია მე, როგორც ოპოზიციის მხარეს ყოფილი პრეზიდენტების, სხვა მაღალჩინოსნების, სხვადასხვა პარტიული ლიდერებისათვის, როგორც ექსპერტ რჩევა, დამერწმუნეთ, მოუარეთ განათლების და მეცნიერების სამინისტროს და აი ეს პრობლემები, რაც შექმნილია განათლების სისტემაში, გადავა უკანა პლანზე. ეს პრობლემები აღარ იარსებებს. ახლა მე დღეს თვალყურს ვადევნებდი სამინისტროსთან, მივიდნენ ეს მშობლები. კარგით, ბატონო, მივიდნენ. სამინისტროდან არავინ არ გამოვიდა და არ დაიწყო დიალოგი. სამინისტროს არ მიყავს დიალოგი და დისკუსია განათლებაში შექმნილ ჩიხურ სიტუაციასთან დაკავშირებით. ეს დიალოგი და დისკუსია განათლების სამინისტროს მაღალ ჩინოსნები უნდა შევიდნენ აი ამ გაფიცულ სტუდენტებთან. იმ გაფიცულ არასრულწლოვან მოსწავლეებთან, მათ დირექციებთან, მასწავლებლებთან, ვინც მაგ ყოველ დღე გიწყობთ აქციებს, იმ პროფესორ მასწავლებლებთან, ყველასთან უკვე შეხვედრილი და დისკუსია და დიალოგი უნდა იყოს გამართული. არ შეიძლება ასე და შემდეგ საჭიროა სხვადასხვა ზომების მიღება.
მე მაინდა-მაინც ეხლა ჩემმა მსმენელმა და ტელემაყურებელმა არ იფიქროს, რომ მაინდა-მაინც სადამჟელო ღონისძიებებს გულისხმობა. არა, ბატონო, იქ დგება სხვადასხვა საკითხები კომპლექსურად და თითოეული საკითხი შესწავლაა საჭირო, რაც გამოსასწორებელია, გამოსწორდეს, რაზეც ვინღაცამ უნდა აგოს პასუხი და დაისაჯოს. კი ბატონო, დადგეს პასუხისგებლობა, სხვანაირად სახელმწიფოს მართლობა არ არსებობს და რაც მისაღებია და გასაკეთებელია და სადისკუსიო თემა, იმაზე დაიწყოს მთელ ქვეყანაში დისკუსია. ამის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მთავარი მდგენელი და ინიციატორი უნდა იყოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რასაც ვერ ვხედავთ ჩვენ საერთოდ არიან დამალულები. მეორდება იგივე სურათი, რაც მაისის გაფიცვების დროს იყო და აქციების დროს დაიმალა მინისტრი, დაიმალა სამინისტრო. ახლაც დაამტკიცეთ ახალი მინისტრი, ჯერ 6 მოადგილე რა უბედურება, იყო 3 მოადგილე, კარგი დაემატა ერთი ახალგაზრდობის დარგში მოადგილე და იქნებოდა 4. 2 რა საჭიროა და რა საკეთებენ. მე არ მაქვს იმისი დრო, ალბათ მოვიცლი ცალკე გადაცემას გავაკეთებ და იმ ministris მოადგილეების ახლა დანიშნული ministris მოადგილეების ბიოგრაფიები და საერთოდ რატო დანიშნეთ ეს ხალხი? რა საერთო აქვს ამ ხალხს განათლებასთან? რა საერთო აქვს? არანაირი საერთო, აი რას წარმოადგენს? თანამდებობა ხომ არ აკეთებს ავტორიტეტს? აი მაგალითად მივიდა სადმე პროფში, უნივერსიტეტში, სად არის მინისტრის პირველი მოადგილე? ვინმე მოდებაძე თუ რაღაც, აი სად მივიდა, სად გამოჩნდა? აი კვიციანი დანიშნეთ კიდე, სად გამოჩნდა? რაც მივიდა საერთოდ სამინისტროში? რას აკეთებს? უნდა იყვნენ გასული ველზე, უნივერსიტეტებში, სკოლებში, რა ვიცი, სამეცნიერო ცენტრებში, ყველა გაფიცულია, ყველა იმიდან არის გაფიცული. მაგით ნუ იმშვიდეთ თქვენ თავს, რომ აი ვიღაცა უმეტესობა არ არის გაფიცული, ან უმეტესობა არ გამოდის და უმცირესობა გამოდის. არა, ჩემო ბატონებო, თუ არ მიხედავთ ამას ყველაფერს, მე სამინისტროს მიმართავ და ხელისუფლებას, ეს გადავა გადაიზრდება მე შემდეგ სრულიად ქაოსში. წინაზე მე ვსაუბრობდი ერთ-ერთი ტელეკომპანიის სიუჟეტზე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან და სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორთან იყო საუბარი ერთ-ერთ ტელეარხზე. შემდეგ ამასთან დაკავშირებით გააკეთეს აღშფოთებული ტელეკომპანია ფორმულაზე, რომ სადგას უნივერსიტეტის რექტორი, როცა მათი სტუდენტები აი იბრძვიან და არიან იქ მოკლედ ძალიან დაძაბულ სიტუაციაში და ლამის სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე. დასვეს ასეთი კითხვა. მე გავეცი პასუხი, მაგრამ ვერ ჩავეტიე დროში და თუ შეიძლება გავაგრძელებ ამ თემას, თუ შეიძლება გაუშვით ის პირი. სად არის უნივერსიტეტის რექტორი? სად არის უნივერსიტეტის რექტორი და ხვდება სტუდენტებს თითქმის ყოველ დღე და ესაუბრება, მიმართავს ძალიან მამაშვილურად, მე ეს ვისაუბრე, თუ შეიძლება გაუშვით მეორე პირი. ჩვენ ჯგუფს მიმართავ. ესაუბრება და ეუბნება, რომ ყველანაირად შეგიწყობთ ხელს, ოღონდ თქვენ და თუ რაიმე საფრთხე შეგექმნებათ, იქ მოვალ და ყველანაირად გადაგეფარებითო. ასევე გაუშვით, თუ შეიძლება, დიახ, გაუშვით. აბა რა არის შვილებო, რადევარ შეგდევილი, არ მინდა. Amigo, no me Amigo, ¿sabes cuál me da? No, no hay problema.
ვინმე მგითხრა მოდიოდა რამეს არ გაგიფუჭებო? არა, სტუდენტებს რო არ შეიფარებენ პრობლემას მამა ისედაც არ გიქრი ჩვენ, როდესაც არ დადიხარ. პრობლემას, მაგრამ გასწრებით, გამოცდებით და გასწრებით ვერ გამოაცხადე შილო შეშემოგელო შევითავი 30000 ხარ. ერთმა გამრავლო და ბედნიერები გავყავ. ვიც ვერ მოხვალ? ჩაულებრივად მოხვალ გამოცდაზე და აქ ჭირდებათ მასწავლებელი აგიდგეთ და ჩააბარეს შულ. არავის არ მოყვება. ერთ რამეს გთხოვთ რომ რამე არ ისროლოთ. თავისუფლად იდექით სადაც ენაცვალოთ ჩემი თავი. ხესავით გავიზარდე ამ კიბეებს. სადაც გინდა იარეთ, ოღონდ არ გაისროლოთ, არავის არაფერი დაუშავოთ. არც იქა დანარჩენი თუ დაგჭირდებათ იქაც უარო არავის თქვენს არ გწევოთ. ჩემი უნებაა ეს. არაფერი პრობლემა არ არის თქვა. შეგადე ევროკავშირის დროს ავიღებ ჩამოწია ყველა ოთახში. ესე გავიზარდეთ, ესე ვარ და ესე ვიქრე. არაფერი პრობლემა შვილი არ არის. მითხარით რამე გიჭით ეხლა მოგეხმარებით. შვილო არ გიწერენ ხულეს, ვიგიტყვი ეგ არ ზალუ არა მამიკო არ ზალული ეგ. რაში? მე გიწერე რა. თუ არ მევდრეთ აი შენ მიდი. მითხარი დაგვარი ხარ მე მოგეხმარები. როგორ დააფერი დააშა. თუ დააშავე, ჩემი ხალიშვილი რო იყო ვერ მოგეხმარები. თუ არ დააშავე, შენ გადაგეფადები ასე, გეხიცები შენ. აი ესე იგი მე რომ დავიწყე ეს გადაცემათა ციკლი როგორც გითხარით მესამე გადაცემა და მე მაშინვე ვთქვი პირველსავე გადაცემაში ვთქვი რომ ყველგან ერთი და იგივე სქემით მოქმედებენ ანუ გამოყოფილია ოპოზიციური პარტიების მიერ სცენარები გაწერილია გამოყოფილია სტუდენტები ყველგან ყავთ თავიანთი დასაყრდენი სტუდენტები და მიდიან ასე ვთქვათ რექტორებთან. ყველა უნივერსიტეტში მივიდნენ და რას თხოვენ რექტორებს? გაუგონა რაიმეს თხოვენ. სრული გაფიცვა. რის ხარჯზე? გაფიცვა არის ნებაყოფლობითი ხალხნო. ნებაყოფლობითია გაფიცვა. საზოგადოებამ ეს იცის, მაგრამ ეხა პოლიტიკური სპექტრის პოზიცია ოპოზიციის გასაგონად ვამბობ მე და განსაკუთრებით განათლების და მეცნიერების სამინისტროს. ძალადობით გაფიცვა არ არსებობს. ამათ უნდათ რექტორებზე ზეწოლის საფუძველზე დაკეტონ. კი არ გაფიცვა კი არ მოეწყოს ნებაყოფლობით. სტუდენტები იქნება თუ ეს პროფესორ მასწავლებლები თავიანთი შეგნებით მივიდნენ იქამდე რომ ძალიან ცუდათაა ქვეყანაში საქმე და ამის გამო უნდა გავიფიცოთო ეს კი არა ეს არა იმიტომ რომ ხედავენ რომ არ გაიფიცება ხომ უმეტესობა ან ნაწილი ვინც იფეცება კი ბატონო ხართ გაფიცულები ხო არა ეს არ არის მათთვის საკმარისი რატომ არ არის იმიტომ რომ უნდათ ხელისუფლების დამხობა რა გზით რევოლუციით ამიტომ რა არის ამისთვის საჭირო ამისთვის საჭიროა სრულიად განათლების სისტემის გაფიცვა. კონკრეტულად რისი პირველ რიგში საუნივერსიტეტო სივრცის გაფიცვა. ანუ 70-მდე 68 ხან 66 უნივერსიტეტია ყოველწლიურად იცვლება ეს რიცხვი. მოკლედ აი ამ უნივერსიტეტების სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების სრულიად გაფიცვა უნდათ. რა გზით? არა კონსტიტუციური გზით, არა საერთაშორისო აქტების და პაქტების რაც არეგულირებს ამ გაფიცვების ნორმებს ამ გზით არ უნდათ. ამათ უნდათ რომ რექტორებმა იქ ბატონმა ჯაბა სამუშია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ჩაკეტოს კარები და გამოუცხადოს პროფესორ მასწავლებლებს და სტუდენტებს რომ უნივერსიტეტი დღეიდან იფიცება. როგორც რამდენიმე კერძო უნივერსიტეტის მფლობელმა, დამფუძნებელმა და რექტორმა გააკეთა ეს მაისის გაფიცვების დროს და რა გააკეთა ამ ნაცებით გაძეძგილმა განათლების სამინისტრომ მოკლედ ვიტყვი მის სახელწოდებას დრო არ არის ამდენი გააკეთა ის რომ არანაირი იმ ხარისხის მართვის ეროვნულმა ცენტრმა იქაც ნაცებით არიან ძირითადად დაკომპლექტებული ის საბჭოები ერთი ნაციონალებია პრემიერ-მინისტრი ჯერ ღარიბაშვილი რომ ამტკიცებდა და ეხლა რამდენიმე წევრი კობახიძემაც და იმას დაამტკიცა ეს 100 არ უნდა იყოს ეს სისტემა მოწყობილი ვთქვი მე წინა გადაცემას და ახლაც ვამბობ და ეს გაატარეთ ისე ვითომ არაფერი აი ვინც უნივერსიტეტი დაკეტა და გაფიცვა გამოაცხადა
ესე იგი, ავტორიზაციის აქვს თავისი სტანდარტები. მე ჩემ ერთგულ რადიო მსმენელსა და ტელემაყურებელს ვეუბნები. თავისი კრიტერიუმები აქვს, სტანდარტები აქვს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს. როდესაც უნივერსიტეტიც კეტავს ვიღაცა, ანუ არც ერთი სტანდარტი ასრულდება. ამიტომ მოვალია სახელმწიფო კონკრეტულად ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იმავე დღესვე რამდენიმე საათიც კი არ არის საჭირო ასეთი ქმედება ჩაედინა მას უნდა ჩამოერთვას სტატუსი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი თქვენ თუ ამას გააკეთებდით განათლების სამინისტროს მიმართავდა კონკრეტულად ხარისხის მართვის ცენტრს და სამინისტროც იქნებოდა ამაში ჩართული მაშინ ყველაფერი დადგებოდა თავის ადგილზე და ახლა არ მოთხოვდნენ აი მე მივიდა სტუდენტთა ჯგუფი იგივე ყველგან ერთი და იგივე ხელწერა დღეს ახლა იქ 3 დღე და ღამე ათევენ თეატრალურ უნივერსიტეტში და რექტორს თხოვენ რომ გააკეთოს განცხადება გაემიჯნოს ანუ ხელისუფლებას ნახეთ რაც გააკეთა განათლების და მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროში თანამშრომელთა უმეტესობამ იგივე უნდა გააკეთოს რექტორებმა და აკადემიურმა საბჭოებმა გაემიჯნოს თავის სტუდენტებიანად ხელისუფლებას და ბატონო ხელისუფლება თქვენგან რაღა დარჩება თუ ყველა გაგემიჯნებათ როდის დაიწყებთ აქტიურ მოქმედებას სასწრაფოდ საგანგებო ვითარება გამოაცხადეთ განათლების სისტემაში და დაიწყეთ სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოაცხადეთ თვითონ სამინისტროში ახლა დარჩეული ტრამპი იმაშება რა ქვია განათლების დეპარტამენტს ამერიკის შეერთებული შტატების განათლების დეპარტამენტს კორუფციის ნიადაგზე საერთოდ ლიკვიდაციაში უშვებს ხო წარმოგიდგენიათ ზე სახელმწიფო დემოკრატიის ასე ვთქვათ მედროშე მთელ მსოფლიოში და იქ თუ ამ დონის კორუფციაა რომ ახლა დარჩეული პრეზიდენტი ბატონი ტრამპი იძულებულია რომ კორუფციის ნიადაგზე გააუქმოს ეს განათლების დეპარტამენტი ამერიკის შეერთებული შტატების ხო წარმოგიდგენიათ საქართველოში რა იქნება იმიტომ რომ წლების განმავლობაში დასავლეთიდან იმართება ჩვენი სისტემა ეხლა ვინმე არ შემომედაოს რომ ეს ასე არ არის და ეს თვითონ ედუარდ შევარდნაძემ მითხრა მე წლების წინ რომ ჩვენ ვერ მართავთ განათლების სამინისტროს ჩვენ ვერ ვნიშნავთ მე ვერ ვნიშნავ მინისტრსო მე ვკითხე მე ვთხარი რატო დანიშნეთ ასეთი მინისტრი რომელსაც არ ქონდა დიდი გამოცდილება და ერთ-ერთი შეხვედრის დროს ვკითხე განათლების ერთ-ერთ მინისტრზე და მან მიპასუხა რომ თავისუფალი არ არის არჩევანში და ესეც დიდი ჩაწყობით და რა ვიცი მთელ საერთაშორისო და სოფლიო ძალებისგან გამოვითხოვე რომ ეს ადამიანი დაენიშნათო და მე სადღაც ვიცოდი რომ ვერ შეძლებდაო მაგრამ იმათ ვისაც ისინი მთავაზობდნენო კანდიდატურები რო შემომიტანესო კაცი ამდენი რაღაცის ნახველი კინაღამ გავგიჟდიო აი ეს იყო მისი პასუხი და თქვენ ვერ მართავთ ამ სისტემას მაგრამ ხომ დაიწყეთ სუვერენიტეტისათვის ბრძოლა ხო და რეალურად თუ იბრძვით დაიწყეთ ბრძოლა თუ თქვენ რამდენიმე დღეში არ დაიწყებთ განათლების და მეცნიერების სამინისტროში წესრიგის დამყარებას სამინისტროს ეს ხელმძღვანელობა თქვენ არ გამოგადგებათ იმიტომ რომ ესენი არიან დამალულები და ეს გავარკვიოთ ჯერ უმაღლესმა ხელისუფლებამ დაიბაროს თითოეული მათგანი და კითხოს რატომ არიან დამალულები რატომ არ ასრულებენ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას რაში ეკითხება რექტორებს საერთოდ არ უნდა გქონდეს პოლიტიკურ საკითხებზე დიალოგი სტუდენტებთან და იმას ვამბობდი გავაგრძელებ ასევე მივიდნენ თბილისის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან და იმ ჩანაწერიდან გაჩვენეთ მე თქვენ ასე ვთქვათ რაღაც გარკვეული ნაწილი და რექტორი ეუბნება რომ მე თქვენ არ გიშლით გაფიცვას
შეგიწყობთ ხელს ყველანაირად ისინი სტუდენტები წუხან რომ ჩვენ გაცდენების გამო ქულები არ დაგვეწერება რექტორი ეუბნება რომ პროფესორები აღგიდგენენ პროფესორ მასწავლებლები ამ გაცდენილ საათებს თქვენ არ ინერვიულოთ ოღონდ ხელში არ დაიჭიროთ რაიმე აკრძალული ნივთიერება და ასაფეთქებელი საშუალება და თუ საჭირო იქნება მე თქვენ გადაგეფარებით რომ იყო იქ ძალადობის შემთხვევები აი ასეთი დიალოგი არის მე ჩვენი გადაცემის ფორმატი ეხლა ვერ აიტანს იმას რომ ეს დიალოგი გამეშვა რამდენიმე წუთიანია ეს შეიძლება საერთო ჯამში იყოს ნახევარ საათიანი მაგრამ თუ იქნება საზოგადოების დაინტერესება თავიდან ბოლომდე გაუშვებ მაგას შემდეგ გადაცემაში ასევე ჯაბა სამუშიას გადაყენების საკითხს რომ აყენებენ რატომ რა დააშავა ამ მოცემულ მომენტში მაგრამ ჯაბა სამუშია კიდევ ვამბობ ნებისმიერ რექტორს ასევე მივიდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან და რაც თვითონ თავარი არხის მიერ გავრცელებული ის და როგორც ბატონმა ხონელიძემ განაცხადა რომ იქ რაღაცა ამოჭრისო და გაუშვეს მარტო მოფერება რომ ეუბნება ბატონი ხონელიძე რომ კი ბატონო მიბრძანდით მე არ გიკრძალავთ გაფიცვა თქვენი კონსტიტუციური უფლებაა და რომ იბრძვით საქართველოს მომავლისთვის ეს ის მაგრამ ჩვენ რა გვინდა ამით მივაღწიოთ ისევ სამინისტროს და უმაღლეს ხელისუფლებას ვეკითხები არ შეიძლება ეს პოლიტიკური საუბრები ეს პოლიტიკური მოთხოვნები არა პოლიტიკურ პერსონებს უნივერსიტეტების რექტორებთან იყოს გარჩევა და ჭიდილი იმაზე რომ დაგვიჭირეთ მხარი, გააკეთეთ განცხადებები, ასე თქვა, დაკეტეთ უნივერსიტეტის კარებები, გააკეთეთ განცხადებები, რომ ემიჯნებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას და ასევე მე მოვისმინე გზაში ვიყავი ასე ვთქვათ მოვისმინე ასეთი დღეს მისულა იქ ტელეკომპანია ფორმულის ის და ედავებიან ანუ პასუხს თხოვენ სტუდენტები და ისინი რატომ გააკეთა რექტორატმა ადმინისტრაციამ აკადემიურმა საბჭომ განცხადება პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით და ჩვენ არ ვართო მომხრეო რაღაცა სტუდენტთა მცირერიცხოვანი ჯგუფი ეუბნება ამას, მაგრამ სტუდენტების სახელით ხო არ გაუკეთებიათ მათ, გააკეთეს აკადემიურმა საბჭომ, მე რამდენადაც ვიცი, გააკეთა ეს განცხადება. კი ბატონო, ამ განცხადების გაკეთება საწინააღმდეგოს ხომ არის სტუდენტთა ორგანიზაციები და თქვენ ყველა პარტიას აქვს ახალგაზრდული ორგანიზაციები. გააკეთებინეთ თქვენ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს საწინააღმდეგო განცხადებები. ამას რა თუნდა უნივერსიტეტში მიჭრა და საქმეების გარჩევა. და მე ვთხოვ რექტორებს, როგორც ექსპერტი გაძლევთ რჩევებს. როგორც ბატონი ჯაბა სამუშია. იქცევა მოიქეცით ისე. ნუ საუბრობთ პოლიტიკურ საკითხებზე. ნუ საუბრობთ პოლიტიკურ საკითხებზე. როდესაც მოვა პოლიტიკური ხელმძღვანელობა და როდესაც გამოჩნდება ველზე პოლიტიკური თანამდებობის პირები და გახსნიან დისკუსიებს და დიალოგებს ამ სტუდენტებთან და შესაბამისად თქვენი მოვალეობა რომ შრომის კანონთა კოდექსი დაიცვათ რექტორების მოვალეობა ეს არის და უზრუნველყოთ ასევე საგაფიცვო კომიტეტები თუ არის შექმნილი ჩემთვის არ არის ცნობილი აი იმ საგაფიცვო კომიტეტებმა იმუშაოს თქვენთან და გაცნობონ დროულად რომ რამდენად კანონის ფარგლებში კეთდება იმ გაფიცვასაც უნდა მოქმედება კანონმდებლობიდან გამომდინარე. ასე არ ხდება გაფიცვა, მე მინდა გაფიცვა და გავიფიცე, ხო? ეს სასწავლო დაწესებულებაა. მე რომ მინდა გაფიცვა, ხო? არ უნდა დაუშვათ 30,000 კაცს გაფიცვა. ან არ უნდა დიდ უნივერსიტეტებში არის 25,000, 24,000, ზოგან 27,000, თუ იფიცება დაუშვათ სიტყვაზე ვთქვათ, მაგრამ მე მაგდენი გაფიცული არ ვიცი. თუ იფიცება დაუშვათ 10,000, არ იფიცება 20,000. და რა გააკეთოს ეხლა რექტორებმა, როგორ დაკეტონ კარები?
და თქვენ კიდე განათლების სამინისტროს ვეუბნები, თქვენ რას აკეთებ? სხეთხართ ტელევიზორებთან ალბათ მთელი დღის მანძილზე და პულტ მომარჯვებული უყურებთ, როგორ ესხმიან თავს და როგორ არის ყველაფერი ჩაშლილი და რაღაც ქაოსური სიტუაცია შეაქვთ სასწავლო დაწესებულებებში. სადაც უნივერსიტეტი და საერთოდ საგანმანათლებლო დაწესებულება და მით უმეტეს რექტორი და აკადემიური საბჭო ვერ გამოვა პოზიცია ოპოზიციის დავაში მხარე ვერ იქნება. თქვენც უნდა გაიგოთ ძვირფასო ახალგაზრდებო. თქვენ უნდა მიხვიდეთ სამინისტროში. სამინისტროდან უნდა ითხოვოთ ყველაფერი. და უნდა აიძულოთ ის სამინისტრო მინისტრი მოადგილეები შეხვდნენ და თქვენი მოთხოვნები მათ უნდა გადასცეთ და ყველაფერი მათთან უნდა აწარმოოთ. შემდეგ ეს ბრალდებები თუ რაც იქნება ყველაფერი, რასაც აყენებენ, ეს იქნება გაფიცული მასწავლებელი, პროფესორ-მასწავლებელი, აღმზრდელი, მე ახლა განათლების სისტემაზე ვსაუბრობ, სტუდენტი, მოსწავლე, ყველაფერს უნდა გაეცეს პასუხი. ვისი მხრიდან? სამინისტროს მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან. ამ გარჩევებში ვერც დირექტორები ვერ შევლენ. აპოლიტიკურია განათლების სისტემა. რა გინდა თქვენ ყველა იმაში, ეხლა რომ პოლიტიკაზე წავიდეს, ფართო მასშტაბიანი საუბრები და სრულყოფილი საუბრები სკოლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, თუღით საბავშვო-ბაღებში, პროფებში, უნივერსიტეტებში, საერთოდ ჩაიშლება პროცესი. რა გინდათ ეს გარჩევები რომ დაიწყონ? ხო წარმოგიდგენიათ ეხლა სკოლის დირექტორებმა და რექტორებმა რომ შეიყვანონ შენობებში მოაწყონ კრებები. გეუბნებით ისეთი პოლარიზებულია საზოგადოება და მათ შორის მასწავლებელთა, მშობელთა, მოსწავლეთა, სტუდენტთა, პროფესორ-მასწავლებელთა საზოგადოებები, რომ სისხლისღვრა ატყდება. ეს არ შეიძლება ხალხნო. ეს უნდა გააკეთოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. იმიტომ რომ თქვენ ხელისუფლება ხართ. იქ სხვანაირი საუბარი წავა. როგორ შეიძლება ასეთ საკითხებზე საუბარი, რაც მთელმა მსოფლიო პოლიტიკურმა ელიტამ ვერ გადაწყვიტა, ეს გაარჩიოს რექტორებმა დარბაზებში და სკოლის დირექტორებმა. არაუფლება მოსილმა პირებმა. მთელი ბრძოლა გადაიტანეთ პარლამენტში, ჩემო ძვირფასებო, სამინისტროებში, პარტიებში, თქვენ დარბაზებში. დაიქირავეთ. პირად საქმეს დავტოვებ და ყველგან მივალ. ვიმსჯელოთ. დეპოლიტიზაციაზეა საუბარი. მე რაც მოусმინე, სხვა რექტორები არსად არ გამოსულან. ამ სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს ბატონ ნატროშვილს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს ბატონ გურგენიძეს საზოგადოებრივ არხზე იქ მთავარი ძალიან კომპეტენტურად ისაუბრეს. რა თქოს მთავარი რა არის, რომ უნივერსიტეტი მხარე ვერ იქნება. შემდეგ დეპოლიტიზირება უნდა მოხდეს და ამაზე ვმუშაობთო, თუმცა მათ ფუნქციებში ეს არ შედის, ამას უნდა აკეთებდეს სამინისტრო და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი და ახლად არჩეული პარლამენტარები, რომლებიც არიან ძალიან სუსტები. ბატონო ბიძინა, რატომ წერციაში ისეთ ხალხს წინა გადაცემაში ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, რომელსაც არავითარი გამოსვლა სად არიან დამალულები? როგორ მაგ პარლამენტარებს რომ ვამბობ განათლების სამინისტროსაც გვერდში დგომა უნდა. ვისი? პოლიტიკური ხელმძღვანელობის და ვინ არიან ესენი? პარლამენტარები. სრული შემადგენლობა უნდა იყოს გასული, ასე ვთქვათ, სამინისტროსთან ერთად და უნდა მოეხმარონ მათ.
სად ხართ დამალულები? მარტო იმისთვის აგირჩიათ ხალხმა თქვენ რომ იქ მიბძანდეთ პარლამენტში, ეგ გონიათ დეპუტატის მოვალეობა. ხან მიხვალთ, ხან არ მიხვალთ და ღილაკზე თითი დააჭიროთ? ეგ არ არის. დეპუტატს მიყავს ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება და პოლიტიკური ბრძოლაა ეხლა ატეხილი. არა მშვიდობიანი სხვათა შორის. თორე არსებობს პოლიტიკური ბრძოლა მშვიდობიანი მეთოდებით. შემდეგ კიდე რა გამოკვეთეს ამ რექტორებმა? არასაკმარისი ინფორმაცია აქვთ სტუდენტებს და საზოგადოებასო. თქვენს. ანუ ეს არის ნიშანი, დიახაც არასაკმარისი ინფორმაცია აქვთ სტუდენტებს. მე არაერთ გადაცემაში ვთქვი, როგორ ნერვიულობენ ბავშვები, გულწრფელად ნერვიულობენ. მათ გონიათ, რომ საქართველოს მზე ჩაესვენა. პრემიერის განცხადების შემდეგ. მე მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ახალგაზრდებს, რატომ და საერთოდ მთავრობას, რატომ არ შეიძლება ამ მთავრობამ გამოიყენოს მთელი პროფესორ მასწავლებელთა სპეციალისტები, ვინც არის ამ ვიწრო სპეციალიზაციით, ცნობილი მეცნიერები, ისტორიკოსთა საზოგადოება, პოლიტოლოგები და ის ხალხი ალაპარაკოთ ტელევიზიით, მოაწყოთ შეხვედრები. და ეს ხალხი ალაპარაკოთ ამ აუდიტორიასთან, რატომ არ და თქვენც მიცეთ დამატებით დოკუმენტებზე დაფუძნებული ინფორმაციები, მიაწოდეთ ამ ბავშვებს ყველაფერი. რაშიც ხართ დაუშვათ მართლები, ხო? აი თქვენ ეს გააკეთეთ, ეს ევროკავშირის მიმავალზე, სულ დოკუმენტები მიაწოდეთ ამ ბავშვებს და ისინი რას გეუბნებიან, საწინააღმდეგო და ყველაფერი ეს. აბა ბრძოლა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ? და კიდევ გამოყვეს თავარი საკითხი ამ რექტორებმა დისკუსია, დიალოგი, მოლაპარაკებები და შეთანხმება. ეს ვინ უნდა გააკეთოს? და რექტორები და სტუდენტები ამდენ დისკუსიაც ჰქონდათ. სასწავლო თუ გასართობ საკითხებზე, აღზრდელობი და იმ საკითხებზე. დიალოგიც ჰქონდათ. შეთანხმებულებიც იყვნენ. და ყველაფერი მიდიოდა ჩუმად და წყნარად. ეხლა რატომ არის ეს დავა კამათი და რას ედავებიან? სტუდენტები თავთავიანთ ადმინისტრაციებს და რექტორებს. პოლიტიკურ ნიადაგზეა ეს შეხლა შემოხლა. რას აკეთებთ? ვეკითხები ხელისუფლებას. დაიწყეთ დისკუსია? დიალოგი? შეთანხმება? არა. არც ერთი მხარე არ აპირებს დათმობას. როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს? როდემდე? საჭიროა დაძაბულობის განმუხტვა. ხო? და უნდა დაისახოს გამოსავალი გზა. შეთანხმება ამას ითვალისწინებს. და არ ვიცი, ასეთ შემთხვევაში მე მოუწოდებ სრულიად საქართველოს საზოგადოებას. ხელისუფლება როგორც ხედავთ, მეც ვერ აკეთებს. ამიტომ ალბათ საზოგადოება უნდა შეიკრიბოს რაღაცა ნაწილი, ვისაც გული შეგტყუება და ვინც ვიცით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს ყველაფერი, როგორ უნდა დაიწყოს მოგვარება და ჩვენ უნდა დავიწყოთ მოთხოვნებით, პეტიციებით, თუ საჭიროა აქციებით, პირველი რაც უნდა მოვითხოვოთ, საჭიროა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეორგანიზაცია, ლიკვიდაციაში გაშვება. ყველას დათხოვა. ყველას. აჩვენა უკვე ამ ახალმა ხელმძღვანელობამ, თანამშრომლებზე არ ვლაპარაკობთ, ეგენი დიდი ხანია ვიცით, ვის დაკვეთებსაც ასრულებენ. ნახეთ, ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი, ერთ-ერთი კი არა, წამყვანი ნიკო სილაგაძე რას წერს?
გადახედეთ მგზავრის წერილებს, როგორ ხსნის განათლების სპეციალისტი ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოების პროტესტს. ნახეთ, რას წერს ეს არის განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმების გუნდის წევრი, ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი, განათლების სპეციალისტი ნიკო სილაგაძე. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ვრცელი წერილით ეხმიანება, სადაც საკუთარ ანალიზს გვიზიარებს და იწყებს საუბარს, რომ 29 ეტყობა ეს წერილი, რომ დაწერა 29 ნოემბერს დაწყებული დემონსტრაციები უკვე მე-14 დღეა გრძელდებაო. სახეზეა პოლიტიკური კრიზისი და სამოქალაქო მარჩელობლობის საწყისი ეტაპი, ანუ ვითარება. როცა ყველას აქვს პოზიციის დაფიქსირების მორალური ვალდებულება, როცა სიჩუმე არის არა ნეიტრალიტეტი ბრჭყალებში, არამედ კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთი მხარის უფრო სწორად მთავრობის მხარდაჭერა. ესეც არ იყოს მომიტინგეების მთავარ ბიძს ახალგაზრდები ქმნიან, რომლებსაც ჩვენ საშუალო და უფროსი თაობის ადამიანები წლების განმავლობაში ვესაუბრებოდით ადამიანის სხვადასხვა ღირებულებებზე და ასე შემდეგო. მეც ამიტომ გადავწყვიტე Facebook-ი გამიაქტიურებინა და საკუთარი პოზიცია გამომეხატა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ანუ ჩემი აზრით სწორი პასუხი გამეცა შეკითხვაზე, რატომ დაიწყო მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები. როგორც მოგეხსენებათ, გამოსვლები მოჰყვა ირაკლი კობახიძის განცხადებას და მოჰყავს მერე ციტატად. ზემოთქმულის გათვალისწინებით ვინმე შეიძლება მოეჩვენოს, რომ ხალხი საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას აპროტესტებს, თუმცა ეს ნამდვილად არ არის მთავარი. არც იმის ფიქრია სწორი, რომ ქუჩაში გამოსული მოქალაქეები ოპოზიციური პარტიებისათვის წართმეული ხმების დაცვას ისახავენ. არაო, საზოგადოება გაღიზიანდა იმით, რომ კობახიძის ტექსტში ცალსახად ამოიცნოს შემდეგი გზავნილი. ახლო მომავალში არაფერი შეიცვლება, სულ ცოტა 2028 წლამდე კლავაც უნდა ვიცხოვროთ მაფიოზურ სახელმწიფოში. ხედავთ, ამას წერს განათლების სამინისტროში, ასე ვთქვათ, რეფორმების მამა. ახლა მე ჩემ რადიო მსმენელებსა და ტელემაყურებლებს მიმართავ. იცით ეს რა დეპარტამენტია, რომელიც განსაზღვრავს თქვენმა შვილებმა და ჩვენი ქვეყნის მომავალმა თაობამ რა უნდა ისწავლოს, რა საგანი, რა დოზით, პროგრამა, სტანდარტი, სახელმძღვანელო შინაარსი. აი ყველაფრის განათლების შინაარსის გამსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა არის ეს ნიკო სილაგაძე. და ნახეთ რას წერს. ესე იგი, საჯარო პოლიტიკა ინსტრუმენტია მსხვილი ბიზნესის ბრჭყალებში დასაკრიშად. კონსტიტუციის არსებობა ფორმალობაა. არჩევნები, აი საჯარო მოხელე წერს ამას. არჩევნები კი ძალაუფლების ლეგალიზაციის საშუალება. კანონის უზენაესობა მითია. ხედავთ, სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. ანუ იარაღია მართველი პარტიის ხელში. აი ბატონ ბიძინას ამოჭერით ეს, ამონარიდი გააკეთეთ ამ ჩემი გადაცემიდან და შეუტანეთ. მივმართავ პირდაპირ ლილუაშვილს. შემდეგ სახელმწიფო სტრუქტურებს არ აქვთ ინსტიტუციური მეხსიერება. დღეს და ხვალ კი არა, თურმე ახლო მომავალშიც არ უნდა გქონდეს იმის იმედი, რომ სამართლებრივ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ. ამან ცხადია საქართველოს მოქალაქეების მოთმინების პიალა ავსო და ქუჩაში უამრავი განსხვავებული ხედვისა და ინტერესის მქონე ადამიანი გამოიყვანა. საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროინტეგრაცია არის არა საგარეო პოლიტიკის საკითხი, არამედ საშუალება ნორმალური სახელმწიფოს შესაქმნელად, სადაც ხალხი რეალურად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში. ქვეყანა იმართება კანონებით, სადაც ინსტრუქციები და ბიუროკრატია ფორმალიზმამდეა დაყვანილი და ასეთ სოციალურ გარემოს მეცნიერებები სამართლებრივი კულტურის, სამართლებრივი სახელმწიფოს, დემოკრატიული სახელმწიფოს სახელით იხსენიებენ. მას როგორც წესი უპირისპირებენ აი ასეთ კრიმინალურ მოკლედ ბევრი რო არ გავაგრძელოთ დრო არ ყოფნის 50 წამი დაგვრჩა. აი ამას აცხადებს აი ეს ნიკო სილაგაძე, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი რეფორმატორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. აქ უკვე კომენტარები ზედმეტია, იმოქმედეთ და კიდევ ერთხელ იმოქმედეთ მიმართავ ხელისუფლებას, მართველ ელიტას, პოლიტიკურ უმაღლეს ხელისუფლებას
და ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მაგრამ ასევე მიმართავ დაინტერესებულ საზოგადოებას. დროა რომ ჩავერიოთ ამ ჩიხურ სიტუაციაში და დავიწყოთ მოქმედება. და მე მაინც იმას დაუბრუნდები, თუ ტრამპი აუქმებს ლიკვიდაციაში უთრევს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორუფციის ნიადაგზე, ასევე უნდა აღადგინოს ლოცვები, უნდა დაიცვას ოჯახის სიწმინდე, თქვენ რასელოდებით მე მიმართავ განათლების სამინისტროს, რატომ არ იწყებთ აი ამ სასიკეთო ცვლილებებს უმაღლეს ხელისუფლებასთან ერთად. ჩვენი დრო ამოიწურა და მე მინდა სანამ დაგემშვიდობობოდეთ, გითხრათ რომ ძალიან დავიზიანე ხელი, ოპერაცია დამჭირდა და დიდხანს ბოდიში მინდა მოგიხადოთ ასეთ მდგომარეობაში, რომ გამოცხადე, მაგრამ ეს იქნება ძალიან ხანგრძლივი და ამიტომ ჩემი გულხურვალე ტელემაყურებლებმა და რადიომსმენელმა მინდა იცოდეთ, რაც დამემართა და მედიაკავშირი ობიექტივის პირდაპირ ეთერში იყო ჩემი გადაცემა, საავტორო გადაცემა განათლების რეფორმის კვალდაკვალ, მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი მანენა ნიკოლაიშვილი ვიყავით თქვენთან ერთად 50 წუთის მანძილზე და დღევანდელი გადაცემის თემა იყო სტუდენტთა გაფიცვები და უმართავი სიტუაცია, უпростоრად მოლოდინი უმართავი სიტუაციის განათლების სისტემაში. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.